გუგულავა გახლავთ ნამდვილად პოლიტიკური პატიმარი, რომელიც არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. სამწუხაროდ დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი ერთი მდიდარი ოლიგარქი, რომელიც ყველანაირ გადაწყვეტილებას თავად იღებს, ვინ გაუშვათ ციხეში, ვის ჩამოხრჩობა, ვის დაჭერა, ეს ყველაფერი წყდება სოლოლაკის ხეივანში ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახლში და სამწუხაროა, რომ პარალელურად ქვეყანაში გარდა ანგარიშსწორებისა პოლიტიკური და დევნა ოპონენტების არაფერი არ ხდება. ხალხმა არ აირჩია ეს ხელისუფლება ამის გამო. ხო, ხალხმა აირჩია ხელისუფლება ახალი ცხოვრების უკეთესი მოწყობის იმედით, ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების იმედით, მაგრამ მივიღეთ რა სამწუხაროდ უნიათო, არაკომპეტენტური და უმუნარო ხელისუფლება, რომელსაც რაიმე ენერგია თუ აქვს, ამ ყველა თლიან ენერგიას ხარჯავს პოლიტიკურ დევნაში და ყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად დაღლილია და არ რჩება არანაირი ენერგია და დრო, რომ რაიმე რომ გქონდეს რაიმეს კომპეტენცია წინ წაწიოს ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა სავალო შედეგამდე მიგვიყვანს. ციხე რომ იყოს პანაცია ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, რომ ქვეყანა განვითარდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ ოპონენტებს დააპატიმრებ, ხო? მე ვფიქრობ, შეიძლება კიდევ ვინმეს ეთქვა, რომ ასატანია ეს შექმნილი ვითარება, მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ მხოლოდ ერთი უდიდესი მიზანი, რომელიც ამოძრავებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მისი პირადი პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, რაც რა თქმა უნდა დიდი ხანი ვერ და არ გაგრძელდება.